გენდობოდეს მომხმარებელი და არაფერი პრობლემა არ ქონდეს მაგაზე, მაგრამ გამოჩნდებიან ყოველთვის ერთეულები და მაშინ იფიქრებ, რომ აი უნდა გამეკეთებინა, უნდა მექნა, უნდა გამეფრთხილებინა წინასწარ და მაშინ მოგინდება, რომ რაღაცა დაბრუნდე იქ და ის შეცვალა რაღაც, მაგრამ ვერ შეცვლი. კარგად, მაგის გარეთ მე ხვალ დეტალურად გავიგეთ ყველაფერს თეორიასაც და პრაქტიკასაც. კარგად გარეცხვის მერე მანქანა რო გამშრალდება, მე კიდე ერთხელ გადახედავ, იმიტომ რომ არის რაღაცები, რაც მტვერში შეიძლება არ ჩანდეს, დასრულზე შეიძლება არ ჩანდეს, შეიძლება ნატარები იყოს მანქანა და ტალახი ქონდეს და ასე შემდეგ რა, შეიძლება წვიმაში იყოს ნადგომი. უკვე დეტალს სჭირდება მომზადება. გავრეცხეთ მანქანა გავამშრალეთ, გავამზადეთ, დავაყენეთ და ვიწყებთ უკვე გადაკვრას რა. თან ამ გადაკვრას დავიწყებთ, მანამდე ჭირდება დეტალს უკვე გამზადები, რომელიც უკვე ქლეიბარით თუ იც ქლეიბარი რაცა თიხა. თიხით დაჭირდეს გაწმენდა. შეიძლება ქონდეს ნაკაწრები, რომელსაც პოლირება დაჭირდეს. და ესეც გარეცხვის მერე გამოჩნდება, გარეცხვამდე შეიძლება არ გამოჩნდეს რა. თუ ესეც წინასწარ უნდა შეუთანხმო, პოლირებასაც შეეხება რა, იმიტომ რომ უფასოდ თვლიან პოლირებას ვერ გაუკეთებ ხარ ადამიანს რა. თუ პოლირება საჭიროა, უნდა შეუთანხმო, უნდა აუხსნა რომ ქლეიბარი დამუშავება შეიძლება დაჭირდეს გაწმენდა, შეიძლება არ დაჭირდეს. შეიძლება კი არა აუცილებლად დაჭირდება სპირტით გაწმენდა.